კაცების მასობრივ გათხოვებაზე რა გითხრათ, ამის თაობაზე ნამდვილად არ მსმენია, თუმცა კაცებს ამის შიშები რატომღაც მაინც აწუხებთ და სწორედ ამ ხიფათზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, აი ამ 21 საუკუნეში არის ის, რომ მთავარი დაპირება წინასაარჩევნოდ არის ის, რომ თურმე კაცები ქალებად ვერ გადაკეთდებიან და პირიქით და ამის გამო ის იმსახურებს არჩევას და ხმის მიცემას. აი ესეთ აბსურდულ პოლიტიკურ პროცესში ვართ შესული, ამიტომაც არ აქვს არჩევნებს არანაირი აზრი, იმიტომ რომ არჩევნები კი არ ტარდება, თვითონაც იციან რომ სპეცოპერაციას ატარებენ, თვითონაც იციან რომ რა ციფრებსაც უნდა, რა პროცენტსაც უნდა იმას დაწერენ საბოლოო შედეგად და ამიტომ აი ესეთი მდაბიო იაფასიანი პოპულისტური არაჯანსაღი პროპაგანდით უნდათ რომ გავიდნენ ფონს და ამას აჭმევენ თავის ამომრჩეველს თუ შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება თვითონ ბრჭყალებში რეფორმების გატარებას და პოლიტიკური ლანდშაფტის ფუნდამენტურ ცვლილებას, რასაც ჩვენგან დასავლეთი ითხოვს პირობითად, იმიტომ რომ შენი განაცხადია, საქართველომ გააკეთა ეს განაცხადი, რომ უნდა ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ოჯახის წევრობა, შესაბამისად იქ არის თამაშის წესები, რომელიც უნდა დაიცვა და რა სტანდარტებსაც უნდა იყოს მორგებული ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი, გარემო, ლანდშაფტი, რომ კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და მხოლოდ, ასე ვთქვათ, რიგით მოკვდავებზე არ უნდა ვრცელდებოდეს, დემოკრატია უნდა იყოს ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია, სადაც უმრავლესობა უმცირესობას კი არ ჩაგრავს, არამედ მათ უფლებებს იცავს, პოლიტპატიმრები არ უნდა ყავდეს ციხეებში, არჩევნებს არ უნდა აყალბებდეს სინამდვილეში, გეი პროპაგანდა კი არა, არამედ ეს არის ნამდვილი დასავლური ღირებულებები და ევროპული ცივილიზაციის ფასეულობები, საითკენაც ევროპას იმედი აქვს, რომ საქართველო ივლის და საბოლოო ჯამში იქამდე მივა და რა თქმა უნდა, იქამდე მივა ამ ფასეულობების ერთგულიც იქნება ეს სახელმწიფო და ევროკავშირის წევრიც გახდება, მას შემდეგ რაც ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ ძალაუფლებისგან. თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ისინი თვლიან, რომ ფუნდამენტური პოლიტიკური რეფორმები, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და სტანდარტებს, მათ ხელს შეუშლის პირიქით ძალაუფლების შენარჩუნებაში, ამიტომ არ გააკეთებენ ისინი არაფერს და ამიტომ არ შეცვლიან ისინი სიტუაციას. ყაველაშვილმა ხაზარაძე ჯაფარიძე შეიწყალა წუთის წინ და მე ძალიან მოკლედ შევაფასებ, მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ ოცნების მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, რომ სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც ერთი ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. აი მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება არის და მათი მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი. აქედან გავიმეორებ, ის თუ არ არის შეიძლება შეცდომა იყოს სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების ბოიკოტი. საიდან გამომდინარე, არაფერი კავშირი არ აქვს ამ ორ ამბავს ერთმანეთთან. არა, არ ვთვლი, რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რას ქვია ბოიკოტი? ბოიკოტი არის ის სწორი გზა და ისტორიის სწორ მხარეს დგომა, როდესაც შენ არჩევნები არ გაქვს ქვეყანაში, არ უნდა შეყვე და არ უნდა გაამართლო ოცნების ის სურვილი, რითიც ისინი ცდილობენ ლეგიტიმაციის მოპოვებას და სპეცოპერაციისთვის ადგილობრივი არჩევნების დარქმევას. ამას რა კავშირი აქვს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან ვერ ხვდები. არანაირი პოლიტიკური, აქ ლოგიკური ბმა და ჯაჭვი აქ არ არსებობს.
დღევანდელი მოცემულობით აი რატომ არ არის კონკურენტული გარემო არჩევნების მიმართულებით. ანუ გათავისუფლდნენ ესენი ნახეთ, პარალელურად სხვა პარტიების იღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემებით საერთოდ არჩევნები არ ტარდება, ამას ვამბობთ ჩვენ უკვე მე რამდენი თვეა და სხვათა შორის საარჩევნო პროცესში ჩვენ სამწუხაროდ ბევრჯერ შევყევით ამ რეჟიმს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული იმ პროცედურას, რასაც ოცნება ატარებს საარჩევნო ეგრეთ წოდებულ უბნებთან, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის მუდმივად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ორგანიზებული სამხედრო ტიპის ოპერაცია, სადაც ჩართულია პროპაგანდა, ფული, დაშინება, ქუჩა, კრიმინალი, პოლიცია, პროკურატურა, მართლმსაჯულების წარმომადგენლები სასამართლოებში და ასე შემდეგ. მთელი ხელისუფლება, მთელი ვერტიკალი მობილიზებულია იმაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ეს უბრალოდ ადმინისტრაციულად გააფორმოს. ამიტომ ვეძახით ჩვენ ამ მიმდინარე პროცესს ჩვეულებრივ რუსულ ხოცურ სპეცოპერაციას, რომელსაც არჩევნებთან არაფერი საერთო არ აქვს. და შესაბამისად, როგორ შეიძლება საარჩევნო კონკურენტულ გარემოზე ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც არჩევნებიც კი არ ტარდება ქვეყანაში. ოპოზიციის გეგმა მშვიდობიანი რევოლუციის როგორია და მას გეგმებულად ნაციონალური მოძრაობა ოქტომბერს. ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების იქნება კონსოლიდირებული მთავარი იდეის გარშემო, რომ ოცნების რეჟიმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად. აი ამაში იგულისხმება ეს თქვენი შეკითხვის, ასე ვთქვათ, პასუხი. ჩვენ ვიბრძვით ნებისმიერ ადამიანთან ერთად, ვინც იბრძვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც არაკეთებს რუსულ საქმეს, ვინც არ ემსახურება ოცნების რეჟიმის გაправებას და ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან, რომ და ეს მაგალითად პაატა ბურჭულაძემ თავისი საქმით დაამტკიცა ბოლო 9 თვის განმავლობაში, რომ რუსთაველის გამზირზე იდგეს ჩვენს ახალგაზრდებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად და ქუჩის პროტესტი არ განლებულა სწორედ პაატასნაირი ადამიანების წყალობით. მშვიდობიანი დამხობა როგორ წარმოგიდგენიათ, აი როგორ საადაგება ეს მშვიდობა და დამხობა ერთმანეთს. რა ვიცი, ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მშვიდობიანი რევოლუციური ცვლილებების ჩვენს ქვეყანაშიც, მეზობელ ქვეყნებშიც შეგიძლიათ გადახედოთ ძალიან შორეულ წარსულშიც არ წახვიდეთ უახლეს ისტორიას და იხილავთ სწორედ ასეთი დიდი მასშტაბური ცვლილებების მაგალითებს. ენჯოების გამოკითხვა გრძელდება დღეს თამთა მიქელაძე გამეკითხება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოძიება და თქვენ თუ ხედავთ ეს რა გამოძიება არის, რა გამოკითხვა? და იბარებენ დაკითხვებზე? კავშირებით ისინი იღებდნენ მონაწილეობას აქციის აფინანსებდნენ აქციის. ეს აირწინაღებს და რაღაცეებზეო? ესე იგი, იმდენად ცინიკურია ეს რეჟიმი, რომ ადამიანების, მათ შორის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სურვილი, რომ მაქსიმალურად დახმარებოდნენ გაჭირვებაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ რეჟიმის შემოbrunებას რუსეთისკენ და ევროპაზე უარის თქმას, რომ ყოფნით თავიანთი ეს მათი usindisობას უბრალოდ არანაირი საზღვარი არ აქვს და ყოფნით თავხედობა იმისა, რომ ადამიანები პროკურატურაში ატარონ და დაკითხონ იმისათვის, თუ რატომ ეხმარებოდით თქვენ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ცემდნენ, აწამებდნენ, თქვათ, მხუთავ აირს ესროდნენ და მანქანებში გამოკეტილებს, ხელებს შეკრულებს მხუთავი აირით აწამებდნენ და ამ გაზს უშვებდნენ მანქანაში. აი ამ ადამიანებისთვის ხელის გამართვა, დახმარება, არ ვიცი, აირწინაღის შეძენა თუ რასაც ეს პროკურატურა ედავება, მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით გესაუბრებით მე, არ ვიცი, ეს სინამდვილეში რამდენად ასე იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, შენი თანამოქალაქისთვის ხელის გამართვა, დახმარება, მაშინ, როდესაც ის
არის წამების მსხვერპლი და ექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას რეჟიმის მხრიდან, თურმე ეს ყოფილა დანაშაული. წარმოგიდგენიათ თქვენ? აი ამ დონეზეა დასული ოცნების რეჟიმის ცინიზმი და ბოროტება. ჩამეკითხეთ დია. თქვენ ვერ ხედავთ აი ძალადობრივ როლს NGO-ების მხრიდან ამ აქციებთან? NGO-ების მხრიდან, ესე იგი, NGO-ების მხრიდან არის ძალადობა ის, რომ ადამიანებს ეხმარებოდნენ სხვადასხვა, ესე იგი, ტექნიკური საშუალებებით, რომ მათ რეჟიმის ძალადობისგან თავი დაეცვათ. მოლოტოვის კოქტეილებს ყიდულობდნენ? მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდნენ NGO-ს წარმომადგენლები? პასუხი არის შემდეგი, რომ ამ რეჟიმის ბოროტება და ცინიზმი პრაქტიკულად ყველანაირ ზღვარს გაცდა, როდესაც ისინი ხალხს ასამართლებენ იმისათვის, რომ მათ თავიანთ თანამოქალაქეებს და თანამოაზრეებს დახმარების ხელი გაუწოდეს. თქვენ როგორც ვთქვით, ჯერათ ხო ამ სიტყვათა შეთანხმების თქვენს მშვიდობიანი დამხობა და აი როგორ ფიქრობთ, შეიძლება იყოს თუ არა იმ პროცესების გამეორება, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ანუ იგულისხმება თუ არა ისე შეიძლება. ნოემბერ-დეკემბერში დაემხო რეჟიმი? არა, თქვენ დაპირებთ, რომ რეჟიმი დაამხოთ. არა, რეჟიმი როდესაც დაემხობა და დასრულდება ეს რეჟიმი და იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და შეიცვლებიან ისინი მშვიდობიანად, აი მაშინ ვირწმუნებთ ყველანი აი ამ სიტყვათა წყობას, რომელიც თქვენ ბრძანეთ. ან იგულისხმება თუ არა შეიძლება იყოს იგივე პროცესების გამეორება, როცა პიროტექნიკის სროლას გულისხმობ? არა, არანაირ ძალადობას ჩვენ არ გვეგმავთ. როგორ აფასებთ საგამოძიებო კომისიის დადგენილებას? ბატონო? საგამოძიებო კომისიის დადგენილებას როგორ აფასებთ? ამ ესე ვთქვათ, არალეგიტიმურ ორგანოს შეგვიძლია ყველაფერი უწოდოთ საგამოძიებო კომისიის გარდა, ეს იყო ღალატის კომისია, რომელიც შექმნილი იყო თავიდანვე ორი ძირითადი მიზეზით. პირველი ის, რომ საქართველოსთვის დაედოთ ბრალი, ომის დაწყებაში გაემტყუნებინათ საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, რითიც პუტინისთვის უნდათ რომ ეს იამოვნებინათ და გარკვეულწილად ალბათ ამ მიზანს მიაღწიეს და მეორე პარტიების წინააღმდეგ ბრძოლა კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის სურვილი და მცდელობა, რასაც ჯერ ისინი ვერ აღწევენ და ვერც ვერასდროს მიაღწევენ, რომც წაიღონ ჩვენი საბუთები და ესე ვთქვათ იუსტიციის სახლში გაგვიუქმონ ლიცენზიები, ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, ნაციონალური მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და წესრიგისკენ და ამ იდეას ქართულ ხალხში, ამ ქვეყანაში ნამდვილად ვერასდროს ჩაკლავენ, რაც არ უნდა ჩვენ საბუთები ჩამოგვართვან და სამართლებრივად გვებრძოლონ, რადგანაც ისინი ამ საკითხს უდგებიან როგორც ძალა აღმართ ხნავს პრინციპით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის იდეას ისინი ვერ გააქრობენ. წერს რომ ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ მორალი არ გამაჩნიაო. რაც არ უნდა პოლიტიკური პირი მიუღებელი იყოს რამდენად მისაღები. არ ვიცი თქვენ ვინ რომელ ადამიანზე საუბრობთ, ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის ჯანმრთელობაზე აპელირებით, ჩემთვის არ არის რა თქმა უნდა მისაღები, მაგრამ ასევე არ არის მისაღები ის რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ და ჩვენი თვალით ვხედავთ, უყურებთ მათ შორის ტელეეკრანებზე, როდესაც შებრუნებული პავლიკ მაროზოვი ვიხილეთ ჩვენ, აი ვინმე ოთარ ჩრდილელის სახით, რომელიც საკუთარ შვილს დებს ბრალს და აბრალებს ავადმყოფობას. თქვენ რო ეს განერვიულებთ ბექაოდიშარიას საკითხი, ოთარ ჩრდილელთან მიხვედით და კითხეთ, რატომ უპირისპირდება ის საკუთარ შვილს, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია და უნდა რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აი შებრუნებული პავლიკ მაროზოვი, ბოლშევიკების მიერ გაპიარებული თავის დროზე, მე 80-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში და პავლიკ მაროზოვობა მაგ პერიოდის კომუნიზმისთვის, გვიანი კომუნიზმისთვის უკვე სათაკილო იყო. და აღარავის ეამაყებოდა პავლიკ მაროზოვობა და ჩვენ 2025 წელს
უყურებთ პავლიკ მაროზოვს უკვე გაზრდილს ზრდასრულს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ შვილს და სწორედ აი ამ ჯანმრთელობის ასპექტის მომიზეზებით. აი მაშინ მას დაუსვით ეს შეკითხვა რამდენად სიამოვნებს საკუთარ შვილზე ესეთი ისტორიების გავრცელება. გახარიანებულებს არჩევნებში 24-ში კანდიდატი არ ყავთ, მერობის კანდიდატი მათი წყვილს 3-4-დან მხოლოდ პრეზიდენტი შეხვდება. აი, რასთან გვაქვს საქმე ეს რაზე მიეშურეს ოპერაციაში? აი, იცით, ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა შეყოლოდა ოცნებას ამ რუსულ ქოცურ სპეცოპერაციაში, რომელიც მათ რატომღაც გონიათ, რომ არის არჩევნები, რატომღაც აქვთ ილუზია, რომ აი 2-3 კაცს თუ საკრებულოში გააძვრენენ, ამით შემდეგ უკვე დიდი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. აი ამ, ესე ვთქვათ, ვიწრო პარტიულ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, სწორედ ისინი ისჯებიან აი იმ მოცემულობით, რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ, რომ სინამდვილეში ეს კანდიდატებიც კი არ ყავთ. იმიტომ რომ უბრალოდ ეს არ არის არჩევნები, ეს რო იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი და მართლა არჩევნები ტარდებოდეს 4 ოქტომბერს. მაშინ ამაში ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას და ყველას ეყოლებოდა შესაბამისი კანდიდატები მუნიციპალიტეტებშიც და სოფლების დონეზეც, მაგრამ რადგან რუსულ ქოცური სპეცოპერაცია ტარდება, ამიტომაც შეუძლებელია მოძებნო ის ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ოპოზიციის მხარეს დადგება და ბევრ ადამიანს მათი ოპოზიციონერობისაც სამწუხაროდ არ სჯერა, იმიტომ რომ ისინი ერთგვარად ჩართული არიან ოცნებისთვის პროცესის ლეგიტიმაციაში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინგლისში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი ამბობს, რომ ინგლისში 12,000-ზე მეტი ადამიანი დააყენეს Facebook პოსტების გამო. აი ამას როგორ შეაფასებთ? ვინ თქვაო? როგორ? დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ინგლისში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი ამბობს, რომ ინგლისში 12,000-ზე მეტი ადამიანი დააყენეს Facebook პოსტების გამო. და მე როგორ შევაფასებდი, იცით? აი თქვენ რამდენჯერაც ინგლისის, საფრანგეთის, სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები გინდათ მოიყვანოთ, რომ ვიღაცა ამა და ამ მოქმედების გამო დააკავეს, ან პოლიციამ, ასე ვთქვათ, ძალადობა გამოავლინა მომიტინგეებზე და ამის პარალელის გავლება გინდათ ქოცების რეჟიმთან და დღევანდელ საქართველოსთან. თავარ ფუნდამენტურ რაღაცაში ცდებით, რომ იმ ქვეყნებში არის კანონის უზენაესობა. იმ ქვეყნებში არის დემოკრატია და იმ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემა არის დამოუკიდებელი და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი. ასეთ გარემოს თქვენ ტყუილად უედრებით. იქ რადგან არსებობს გარკვეული თამაშის წესები, ყველა ვალდებულია ის თამაშის წესები დაიცვას და შესაბამისად არანაირი პოლიტიკური ზრახვები მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან არც ერთი ადამიანის მიმართ არ არსებობს. და ჩვენთან თუ რამე იგივე ხდება, მხოლოდ ხდება იმ მიზეზით, რომ ესა თუ ის დაკავებული ან დასაკავებლად გამზადებული პირი არის ოპოზიციის მხარდამჭერი. თორე აბა ქოცი იყოს, ქოც ხალხისთვის, ესე ვთქვათ, ფიზიკური ძალადობის გამო არაკავებენ და თქვენ კოლეგებს, ჟურნალისტებს თავში ფეხებს ურტყავდნენ მიწაზე დაგდებულს და ამის გამო არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული. აბა ყოფილიყო ვინმე ნაციონალი ან თუნდაც მზია ამაღლობელის кейსი იხილეთ, რის გამოზის ეს ქალბატონი ციხეში, აი ესეთი შედარებებით რო იკვებებით, აი ეს არის მთავარი პრობლემა თქვენი ამ რეჟიმის პროპაგანდისტული მედიის. ანჯეი დუდას ინტერვიუსთან დაკავშირებით სადაც ის ამბობს, რომ ზელენსკის მათი ომში ჩართვა სურდა. ამ განცხადებას, მისამ განცხადებას როგორ შეაფასებთ? ყველა აკეთებს იმ განცხადებას და იმ ამბავზე საუბრობს, რაც მათ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება კონკრეტულ ეტაპზე, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს რეჟიმს, თქვენ თუ გინდათ ასევე პარალელი გაავლოთ, ხო? ქართულ ოცნებასა და აი ამ განცხადებას შორის თქვენ აბრალებდით დასავლეთს. პირველ რიგში ხო დასავლეთს უნდა რომ ომში ჩაგვრთოს
deep state-ი მონაწილეობს იმაში, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გახსნას. აი დასავლეთიდან ვინ აიძულებდა საქართველოს ომში ჩართვას? მაშინ გააკეთოს ეს განცხადება თვითონ კობახიძემ. ან მოუხმოს ბატონ დუდას და მისი მეშვეობით გაგვაგებინოს რომელი პოლიტიკური ინსტიტუცია თუ კონკრეტული ინდივიდი და ადამიანი ეუბნებოდა კობახიძეს, ეხლა შენ თუ ომში არ ჩაერთვები, ასე და ასე მოხდებაო და ეს ევროპული პერსპექტივა არ გექნება და ასე შემდეგ. რა პროპაგანდასაც ბოლო მთელი ამ წლების განმავლობაში ავრცელებს ბატონი კობახიძე და დანარჩენი, ესე ვთქვათ, ოცნების დანარჩენი წარმომადგენლები. და სინამდვილეში თუ სიმართლე გაინტერესებთ, ჩვენ თქვენთან ერთად და იგივე კობახიძესთან ერთად მოვისმინეთ რამდენიმე უკრაინის რამდენიმე მაღალი, არც ისე მაღალი ზოგიერთი მათგანი საერთოდ ეხლა აღარც არის ხელისუფლებაში, თანამდებობის პირის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველოს ჩაერთვებოდა, თქვენს დაგვეხმარეთ და ასე შემდეგ. ეს განცხადებები იყო უკრაინის გარკვეული ჩინოვნიკების და წარმომადგენლების მხრიდან და ეს იცით რას ემსახურებოდა? საკუთარი აუდიტორიამდე ხმის მიტანას, რომ აგერ ჩვენ ამ ადამიანებსთან გვაქვს საჯარო დიპლომატიური კომუნიკაცია, მაგრამ არავინ არ ერთვება. ასე რომ მოდი მობილიზდეთ და ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი ქვეყანა, ანუ უკრაინულ აუდიტორიაზე მაქვს საუბარი, ჩვენი მკერდით არის დასაცავი უკრაინის თავისუფლება. არც კოცები, არც საქართველო, არც გვერდზე მოლდოვა, არც პოლონეთი, არავინ არ ერთვება, არავინ არ გვეხმარება. გავიგოთ ეს ხალხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო მე ხშირად ვარ უკრაინაში, იმ პერიოდში ჩავდიოდი, ეხლა ბოლოს აგერ ერთი კვირის წინ გახდით, ძალიან დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან, რომ ეს რუსეთი რო არის ყველას მტერი ჩვენს გარშემო, მარტო ჩვენ რატო ვიბრძვით, თქვენ არ ვარგიხართ როგორც საგარეო პოლიტიკის, ესე ვთქვათ, წარმართვაში, ასევე დიპლომატიაში და რატო ვერ მიაღწიეთ იმას, რომ ვიღაცა დაგვეხმაროს. ეს იყო ჩვეულებრივი უკრაინელი მოქალაქეების, ასე ვთქვათ, გულის წყრომა და სურვილი. და გარკვეული რეაქცია ამაზე გასაგებია, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, მათ რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ არავინ ამ ბრძოლაში მათთან ერთად არ ჩაერთვება, რომ მათი გადასარჩენია უკრაინის თავისუფლება, ტერიტორიების სუვერენიტეტი, მაგრამ იმისათვის, რომ ამ ხალხისთვის მიეწვინათ ხმა და მათი დარწმუნება მოხერხებულიყო და მომხდარიყო, მათ გააკეთეს ეს საჯარო განცხადება თითოჯერ. ანუ ერთგვარად დიპლომატიური ვალი მოიხადეს, საკუთარ აუდიტორიას ხმა მიაწვდინეს, რომ არავინ გვეხმარება, ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი ქვეყანა და ამით ამოიწურა, თორე მათ რამე მოლოდინი კი არ ქონდათ და მართლა კი არ გაიძულებდნენ გინდა თუ არა დაქოქე ტანკები და დაგვეხმარეო. ხვდებით? საკუთარ ხალხს, საკუთარ აუდიტორიას გააგებინეს, კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ თქვენ რო გონიათ, რომ რუსეთი ყველას მტერია და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ ბოროტებას, სხვა არავინ ჩვენი ისე ვთქვათ, მხარის ამბმელი ამ საქმეში სამწუხაროდ არ არის. გაიგეთ ხალხო ეს ამბავი, დავირაზმოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აგერ 4 წელი სრულდება, მართლაც ვაშკაცურად იბრძვიან და უკრაინა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, იმედი მაქვს, რომ თვითონ ეს ომიც მალე დასრულდება უკრაინის წარმატებით და გამარჯვებით, მაგრამ თუ გაინტერესებთ რას ემსახურებოდა ის საჯარო განცხადებები, სწორედ ამას. იმ მოლოდინს კი არა, რომ ვიღაცა მართლა ტანკს დაქოქავს და სოხუმში შევარდება, არამედ საკუთარი ხალხისთვის ხმის მიწვდენას. რომ ჩვენ ვართ მარტოები ამ საქმეში, დასავლეთი დაგვეხმარება ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით, შეიარაღებით, პოლიტიკურად, დიპლომატიურად და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არ არის ჩვენს მაგივრად ბრძოლის ველზე გამსვლელი. მიხვდით? ჰელსინკის კომისიაზეც თქვა, ცალკე ზურაბშვილის გამოსვლის სექტემბერს დაგიდგინე და რა მოლოდინები გაქვთ ან როგორ აფიქსებთ? ნუ, იცით, თვითონ შესავალში და ამ აბსტრაქტს რომ ეძახიან, ამ აღწერაში, ამ კომისიის მოსმენის და სხდომის უკვე არის ორი ძირითადი მიმართულება გამოყოფილი და გამოკვეთილი. ეს არის ის, რომ საქართველოს დემოკრატიული სვლა და დემოკრატიული ინსტიტუციების ძირის გამოთხრა სამწუხაროდ გრძელდება და ამაზე შეწუხებული არიან ჩვენი
ამერიკელი პარტნიორები, ისევე როგორც ყველა დანარჩენი დასავლურ ევროპული ქვეყანა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო გახდებოდა ევროპული ტიპის ცივილიზაცია, დაუახლოვდებოდა მათ პოლიტიკური სტანდარტებით და საბოლოო ჯამში გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა შეშფოთებულია ამ მოვლენების ამ ტიპის განვითარებით, იმიტომ რომ მათ რატომღაც 12-13 წლის წინ ყველა ამ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დემოკრატიული ტიპის რეფორმების გატარება, ეხლა კი რწმუნდებიან სინამდვილეში რა არის მისი პოლიტიკური ხელწერა და რა არის მისი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მისწრაფება, რომ ამ ერთ ადამიანზე იყოს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი მორგებული, როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო მართლმსაჯულების სისტემების, მედიაც გააკონტროლოს, პოლიტპატიმრები ციხეებში გამოკეთოს და მეორე მიმართულება, რაზეც არიან აღშფოთებული და რაზეც აქვთ ძალიან სერიოზული გულისწყრომა, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური შემოbrunება რუსეთისკენ, მაშინ როდესაც მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში მათ იცოდნენ და ესე ვთქვათ, სჯეროდათ, რომ საქართველო იყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, ისინი დიდ რესურს, ენერგიას, თანხებს ხარჯავდნენ საქართველოს განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე, პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებაზეც კი, ჩვენ გახსოვს 90-იან წლებიდან შევარდნაძის დროიდან მოყოლებულიც კი აქ სამხედრო აეროდრომები, წვრთნები იმართებოდა შეერთებულ შტატებთან, ნატოს ჯარებთან ერთად. ახლა ეს კურსი, ეს საგარეო ორიენტირი აბსოლუტურად შემოbrunებულია ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, ამაზეც აქვთ ძალიან დიდი წუხილი და შესაბამისად ამ ორი მიმართულებით იქნება განხილვა, ხოლო დეტალურად რაზე და როგორ წარიმართება საუბარი, ალბათ დაველოდოთ 10 რიცხვს და ამის შემდეგ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. კადრები გადავიღოთ რამოდენიმე. ვიდგე და ისე? ხო. კითხვებისთვის რა ვისაუბროთ? 13 ეს აქცია ჩანიშნული ამას. ხო, მაგ აქციაზე მივალთ აუცილებლად ყველა მონაწილეობთ. მოიცა კადრები, ეხა ამდენი ხანი აბა რო ის რა ქვია, ეს კადრები არისო, რასაც ვაკეთებ. სტატივი ამან ცილზე რო გითხრათ კადრები გადავიღოთ ბავშვო. აქციის მთავარი გზამილი რა იქნება 13 რიცხვის. 13 რიცხვის მთავარი გზავნილი ალბათ ისევ და ისევ ის რომ ჩვენ ამ სპეცოპერაციაში არ მივიღოთ მონაწილეობა და რო არ შევედით იმ პარტიების მიერ ორგანიზებულია ძირითადად და ის რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს 4 რიცხვში უნდა დაიწყოს საუცილებლად დიდი მოძრაობა ამ რეჟიმის დასასრულებლად და მშვიდობიანად უნდა მოვახდინოთ მათი ძალაუფლებიდან ჩამოცილება. ამიტომ წარმოგიდგენიათ ამ აქციაზე მონაწილეობა ლელოს გაფარიას გამოსვლით. ესე თვითონ არ გაუკეთებიათ განცხადება, რასაპირებენ, იმიტომ რომ მათ მაგივრად ცოტა რთულია ჩემთვის. არა, იცით ეს ვერ გეტყვით წინასწარ, ვინაიდან როგორც წესი ისინი არ იღებდნენ ხოლმე მონაწილეობას, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ორგანიზატორები ამ აქციის და ასევე მონაწილეები, ჩვეულებრივი მომიტინგეები, ყველა ის ხალხია, ვისაც არ უნდა ამ სიყალბეში მონაწილეობა, რომელსაც არჩევნები ქვია და თავს არიდებდნენ, მაგრამ ეხლა მათ მაგივრად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რაც მეტი ხალხი იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესია. თვითონ ლელო და გახარიას პარტიის ლიდერშიპმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა პირადად ამაში მონაწილეობას. აგერ კიდევ ერთხელ მართლა მივესალმებით, გულწრფელი გულით, სურვილებით ამ ორი პოლიტპატიმარის თავისუფლებას. ეხლა ისინი ასე ვთქვათ იმედია რომ უკვე სხვა შემართებით დაუპირისპირდებიან ამ რეჟიმს და რაღაც ილუზორული იმედები იმასთან დაკავშირებით რომ სპეცოპერაციაში ჩართვით შეიძლება რომელიღაც ქალაქი გამოგლიჯო ამათ ან ხელისუფლების შეცვლა დააჩქარო აღარ ექნებათ.